ეს არის პირველები 6-ე და გიყვებით ახალ ამბებს. შტატების სათქმელი ქართულ ოცნებას. საქართველოში ამერიკის საელჩო სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ამერიკა არ დაუშვებს არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა. რატომ ჩათვალა საჭირო დიპლომატიურმა მისიამ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოექვეყნებინა. სავარაუდოდ ეს არის მინიშნება ოცნებისთვის და გაფრთხილება, რომ ივანიშვილის პარტიამ ვენესუელის მაგალითზე დასკვნები უნდა გამოიტანოს. რა უთხრა ირიბად, მაგრამ მაინც ამერიკის საელჩომ ივანიშვილის პარტიას თათია წოწონავა პირდაპირ ეთერში. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელას მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს არის იმ განცხადების შინაარსი, რომელიც ამერიკის საელჩომ საქართველოში ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა მის Facebook გვერდზე და ამ განცხადების ავტორი არის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეს განცხადება უკვე არის აღქმული ერთგვარად როგორც გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი, ვინაიდან ანალიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს აღრმავებს ირანთან და ბევრს გაახსენდა ამ განცხადებაზე კადრები, როგორ პოზირებდა ირაკლი კობახიძე თეირანში ერთ დარბაზში ჰეზბოლასა და ირანის ლიდერებთან ერთად, სადაც ყვიროდნენ და შეძახილებს სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. შესაბამისად, ახლა როდესაც სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ასახელებს ვენესუელასთან ერთად ირანს და ჰეზბოლას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას შეერთებული შტატებისთვის და როდესაც ქართულ ენაზე აქვეყნებს ამ განცხადებას ამერიკის საელჩო საქართველოში, ეს ანალიტიკოსებისთვის არის პირდაპირი სიგნალი, რომ ამ განცხადების ადრესატი არის მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებაც. ფარული თვალთვალის რა თქმა უნდა არის როგორც ხელისუფლების მისამართით, ასევე რეგიონალური კუთხით ვთქვათ ამერიკის გავლენების ხაზგასმის, რომ ამერიკა შავი ზღვის და განსაკუთრებით რა თქმა უნდა სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ დაუტოვებია და მისი ინტერესის სფეროში დღემდე რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არც ერთ ქვეყანაში და მით უმეტეს ვთქვათ საქართველოში ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც არის ახლა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეწყვეტილი და სხვა აქტებზე მათ შორის მეგობარ აქციაა საუბარი, არაფერს შემთხვევით არ აქვეყნებს და რა თქმა უნდა ეს არ არის შემთხვევითი ის, რომ პოლიტიკა არსებობს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როგორც ავინახეთ, მოვლენები როგორც განვითარდა იგივე ვენესუელის სამემართებაში და შესაბამისად ეს არის პირდაპირ პროპორციული პასუხი რუსეთისთვისა, ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი ხშირ შემთხვევებში კუბას და მთლიან სხვა კარიბის აუზი იქნება თუ სამხრეთ ამერიკის მთელი რიგი ქვეყნები პირდაპირ არიან ინფილტრირებული იქ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის ქვეშ ყოველთვის იყო შავი ზღვა და შესაბამისად ასევე საქართველოს. ვენესუელელი დიქტატორის დაკავება მსოფლიო დღის წესრიგი ამოატრიალა, ამ ფონზე კი ქართული ოცნება პრობლემებს ისევ ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში ხედავს. დღეს ამდღიან დუმილის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ვრცელი Facebook პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ეხმაურებოდა მადუროს დაკავებას. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც კარაკასში ჩატარებული სპეცოპერაციის მთავარ ავტორზე და ძირითადად ისევ ევროკავშირის ლანცხვით იყო დაკავებული. მადლობა, ეს იყო თათია წოწონავა, დაელოდეთ მის რეპორტაჟს პირველებში რვაზე. რატომ იზრდება ფასები რეკორდულად პროდუქტებზე? სუსის შემდეგ მოკვლევას კობახიძის საბჭო იწყებს. კომისიის შემადგენლობაში კი ვინც ფასების ზრდის მიზეზები უნდა დაადგინოს, არიან სუსის შეფი, ჯანდაცვისა და სხვა მინისტრები, თუმცა არ არის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. არადა თურნავას უწყება ერთადერთია, რომელიც ინფლაციაზე არის პასუხისმგებელი. ეკონომიკის ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ კობახიძის მიერ კომისიის შექმნა იმავე ფარსის გაგრძელება, როგორც სუსის მიერ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება. მინისტრო და ორი ცალკეული სამსახური იძიებს ფასების ზრდის მიზეზს ჩვენს ქვეყანაში. რეალურად თუ შევხედავთ, არც ერთ მათგანს ფასების ზრდასთან არც პირდაპირ და არც ირიბი კავშირი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და სწორედ მას არავინ არ ეხება და სწორედ მას არავინ არ ეკითხება, რატომ და როგორ მოხდა ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა თავისივე დადგენილ ფასების დონეს ვერც ერთხელ ვერ გააწყდა.
ქართული ოცნება არ ამბობს დაელოდება თუ არა ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას. ოპოზიციის აკრძალვის კანონის განხილვა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იწყებს, თუმცა გადაწყვეტილებას ოლიგარქის პარტიაში ამ დრომდე დუმილით ხვდებიან. იურისტები კი ელოდებიან, რომ დასკვნა იქნება კრიტიკული და დოკუმენტით დადასტურდება, რომ ივანიშვილის პარტია ოპონენტებს რეალურად რეპრესიებს უწყობს და ამით პოლიტიკურ ველსასუფთავებს. იქნება კარგი საშუალება საერთაშორისო სამართლმოებებში და საერთაშორისო შეფასებებში ამ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კანონის არაკონსტიტუციურობის, ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიის პრინციპთან შეუთავსებლობის სამტკიცე. თითქმის 3 წელია ქართულ ოცნებას არც ერთი კანონი აღარ გაუგზავნია შესამოწმებლად ვენეციის კომისიაში, მაშინ როცა თვითონ ევროსაბჭო ახდენს ამ საკითხის გადაგზავნას, მიანიშნებს ამ საკითხის მნიშვნელობას, მის საერთაშორისო განზომილებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიას განსაზღვრული აქვს, რომ მარტისთვის მოამზადებს ამ დასკვნას. არ შემდგარი ყაჩაღობა ზუგდიდში 24 წლის მამაკაცმა მაღაზიის დაყაჩაღებას სცადა, მოლარებს ცეცხლსასროლი იარაღის მუხარით თანხას თხოვდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ტერიტორიიდან გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველებს გვიდასტურებს, რომ მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია. სუპერმარკეტ დეილში საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა მოხდა ადგილზე? დავით სორდია ამ ამბით პირდაპირ ეთერში. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა ზუგდიდში სოხუმის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ დეილიში, როგორც პირველებმა გავარკვიეთ, 24 წლის მამაკაცი შეიარაღებული შევიდა სუპერმარკეტში და ცეცხლსასროლი იარაღის მოთხოვნით ემუქრებოდა მოლარი კონსულტანტებს, რომ სალარო გაეხსნა მათთვის და თანხა მიეცათ, რასაც არ დაემორჩილონ მოლარი კონსულტანტები, როგორც თანამშრომლები ჩვენთან საუბრისას აცადებენ, ძალიან შეშინებულები იყვნენ და ამ დროს გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, როგორც კი შენიშნა ეს მძარცველმა ადგილიდან მიმავლესა, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ის დღესდილას გამთენიისას დააკავეს, ამოღებულია ასევე სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც ასევე პირველებმა გავარკვიეთ, ეს დეილიში პირველი შემთხვევა არ არის და ეს მარკეტის რამდენჯერმე გამხდარა ყაჩაღობის ეპიცენტრი. წუხელ ღამით რა მოხდა ყაჩაღობა დაკავებულია მამაკაცი თუ არა ხარიცი? ვერ გეტყვით. მე მგონი ყველაფერი მოგვარდა მაშინ იმ დღეს. პირველ იარაღი იყო შემოსული. ადრე? იარაღი იყო შემოსული. არა, რაღაც სათამაშო რაღაცა ქონია, მაგრამ გოგოებს შეეშინდათ. ფულს ითხოვდა, ხო? აი ვიცი, თქვენ რა გინდათ მე გოგოებმა უთხრეს, რატო იმუქრებიო და თვითონაც იმუქრებოდა და მე შეეშინდა. გაიქცა ხო მე რა? აქ ჩვენი მაღაზიის წინ იდგა და მე როცა გამოიძახეს სამსახური ისაუბრებოდნენ და მოაგვარეს ყველაფერი. ყაჩაღობა მოხდა. დაკავებულია მამაკაცი რა მოხდა? რომელ საათზე იყო დაახლოებით? თვითონ გაიქცა, ის მაინტერესებს ამ სადაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი სავარაუდო ბრალდებულ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სავარაუდოდ დღეს უკვე წარედგინება მას ოფიციალურად ბრალი და შემდეგ ზუგდიდის რაიონის სასამართლო იმჯერებს მის აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს იყო დავით სორდია სამეგრელოდან. ოზურგეთში კი ხალხი შველას ითხოვს. დაზიანებული გზები მოსახლეობისთვის უკვე დიდ თავის ტკივილად იქცა. ქალაქის პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. დაზიანებულია ცენტრალური, მათ შორის ლანჩხუთი ოზურგეთის დამაკავშირებელი მაგისტრალიც, რომლის რეაბილიტაციაზე მილიონები დაიხარჯა, მაგრამ საქმე არ გაკეთდა. გზა, რითაც 20-ზე მეტი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია. რა ხდება ოზურგეთში? პირველების რეპორტიორი ნატო გოგელია პირდაპირ ეთერში. ეკო, რა ხდება ოზურგეთში? ამ დრომდე ვერავინ ვერ გაარკვია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დაპირება მოვისმინეთ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არაერთი მერისგან ან პრემიერისგან, რომ გურიაში ბევრი რამ გაკეთდებოდა, პირიქით ამ ყველაფრის ფონზე არის რეალობა ის, რომ არ არსებობს საბავშვო ბაღები, არ არსებობს სკოლები და გზები არის იმდენად ავარიულ მდგომარეობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით, რომ მოსახლეობა გადაადგილებასაც კი ვერ ახერხებს. სკოლებთან მისასვლელი გზები განსაკუთრებით ეს წვიმაში, თოვლში, იმდენად სახიფათო, რომ ნიშნულებიც კი არ არსებობს ქალაქის არც ერთ ტერიტორიაზე. კადრში ჩვენც უკან ხედავთ თქვენ, ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს ლანჩხუთს ოზურგეთთან და 20-ზე მეტი სოფელია ამ გზაზე დამოკიდებული. პარალელურ რეჟიმში კადრები, რომელიც გადის და მაყურებელი ხედავთ, ამ მონაკვეთზე ერთ-ერთ მონაკვეთზეა გადაღებული, მეორე
მონაკვეთად ჩემს უკან ხედავთ, როგორ არის რკინის კონსტრუქციები დატოვებული და ეს რამდენიმე თვეა ეს მდგომარეობა ამ ადგილზე. აქ განათებაც არ არსებობს არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისი, რომ აქ ადგილები არის სახიფათო, არაერთი შეტყობინება მიიღო ტელეპიროლმა იმის თაობაზე, რომ ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ. სხვათა შორის ამ გზიდან დადიან საკრებულოს დეპუტატები, მერის, გუბერნიის თანამშრომლები, ყველაფერი იცის, მაგრამ ხმის ამომღები უბრალოდ ამ ყველაფერზე არავინ არის და ბუნებრივი ამ თემას ოპოზიციის გამოხმაურებაც მოყვა, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს აქცენტი იმაზე, რომ ოზურგეთს უბრალოდ პატრონი არ ყავს და აქ ცხოვრება უკვე არის შეუძლებელი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი ორგანოები ამ გამქრალი მილიონებით და უბრალოდ განადგურებული ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ, დაკავებულები არიან, ხოლო იმით, რომ საახალწლო კონცერტებზე იარონ და გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც სოციალური დახმარებებიც კი არ აქვს, საახალწლოდ ყვავილების ბუკეტი მიუტანენ. ოზურგეთის ეგრეთ წოდებული ახალი მერი მოსვლის დღიდან დაინტერესებული არის, სად რა ღონისძიება ჩაატაროს, ვინ აცეკვოს, ვინ ამღეროს. 60,000 ლარამდე მარტო ჭამასმაში გადაიხადა მოსვლის დღიდან დღემდე. ამ დროს ადამიანები გზის გარეშე, წყლის გარეშე, ბაღის გარეშე, სკოლის გარეშე, განათების გარეშე, ადამიანები აქ სიცოცხლის რისკის ფასად გადაადგილდებიან, იმიტომ რომ გზა, რომელიც ლანჩხუთსა და ოზურგეთს აკავშირებს და სახელმწიფო მნიშვნელობის გზა არის, განათების გარეშე გადათხრილი არის დატოვებული. ჯერ იყო თალაკვაძემ თავისი ძმა გამოუშვა და იმას აჭამეს და ასვეს ოზურგეთის ბიუჯეტი, შემდეგ ზარქუა სიძემ ბაღები დაანგრია აქ და დატოვა ისე და მილიონები ჯიბეში ჩაიდო. ახლა კიდე მდინარაძემ გამოგვიგზავნა თავისი კადრი, ასე ვთქვათ, მერი დადო აქ და ეს დადებული მერი დადის ცეკვას იმღერებს იღებს. ამ დროს ადამიანები გზის გარეშე და ყველანაირი ელემენტარული ინფრასტრუქტურის გარეშე არის დატოვებული და სამაგიეროდ ახლა ეს უნდა გაამდიდროს თურმე გაჭირვებული ოზურგეთის ბიუჯეტმა. ოზურგეთსა და ლანჩხუთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ავარიულ მდგომარეობაში გამოიყურება ისე, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლის რისკის ფასადაც კი არის გზა დაზიანებული და არანაირი შემაკავებელი წინაღობა არ არსებობს დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის მერი და ადმინისტრაცია დაკავებულია ფოლკლორისა და გასართობი ღონისძიებების მონიტორინგით იმ დროს, როდესაც ესეთი გზის ავარიულ მონაკვეთზე სიცოცხლის რისკის ფასი უნდა იყოს შემცირებული, რათა ადამიანები არ დაიღუპნენ, არ დაშავდნენ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ათასობით ლარი იხარჯება საახალწლო ღონისძიებებზე, მომღერლებისთვის და აი სხვადასხვა მსახიობებისთვის და ეს ყველაზე მძიმეა. ეკობი დაუთხრა მაყურებელს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელიც გასულ წელს სტიქიამ დააზარო დღემდე ასობით ადამიანი ქუჩაში ან სხვის სახლში და უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ოზურგეთის მერიას მაგალითად სტიქისგან დაზარალებული ადამიანებისთვის 2 თვის ქირაც კი არ გადაუხდია. ეს არის უმძიმესი რეალობა. დღეს შობა დგება ჩვენ იმ ადამიანებთან ვიყავით და მივდივართ, რომლებიც უსახკაროდ დარჩენ მიუხედავად იმისა, რომ თუ ირაკლი კობახიძის თავრობის გვერდზე შეხედოთ, ნახავთ, რომ 50 მილიონამდეა გამოყოფილი გურიისთვის და ამ ადამიანებისთვის, თუმცა რეალობა ის არის, რომ ეს თანხებიც არ მისულა იმ ადამიანებთან, რომელსაც ახლა აწვიმს, ათავს, დახმარებაც არ აქვს, ციცივეში იყინებიან და როგორ ხვდებიან ეს ადამიანები შობას, როგორ შეხვდნენ ახალ წელს, ამას ჩვენი მაყურებელი ხვალ უფრო ცვლად გაიგებს. ნატო გოგელია საუბრობდა გურიდან პირდაპირ ეთერში. მადლობა ნატო. ეს იყო პირველები